მოგესალმებით, მოგესალმებით ვანო შოუ, მთავარი იუმორისტული შოუ, მთავარ არხზე. გილოცავთ მეგობრებო, ყინული დაიძრა. წარმოუდგენელი ამბავი მოხდა, ფაქტიურად სასწაული. ორშაბათს მთავარ არხზე ირაკლი კობახიძე გამოისახა. როგორც ისიც მთავარ არხმა დაიწყო ახალი გადაცემა ყოველ ორშაბათს გიორგ გაბუნიას ინტერვიუ ხელისუფლებასთან. პირველი გადაცემის სტუმარი გახდათ ირაკლი კობახიძე. ქოცები მთავარ არხზე მოდია, ხალხო ხვდებით რა შეასაქმე. როგორც ჩანს, ბაჯაღლო ტელევიზია ვეღარ აკეთებს კარგად თავის საქმეს და უკვე აქეთ მოიწევენ. მარტო გაბუნიასთან კი არა, მაგალითად მთავარ ბიჭებში ოხანაშვილს უშვებენ. ლელა წურწუმიას გადაცემაში წულუკიანს და პუტკუნებში ვასიკო ჩიგოგიძეს. ვასიკო ჩიგოგიძე ხო იცით რომელია? აი ყველაზე დიდი პირბადე მისი სახის ფონზე ყველაზე პატარა რო ჩანს. ეს არის ფოტოს გვაქვს ესეთი თუ გაინტერესებთ აი ეს. მეს უყურე გადაცემა გრძელდებოდა 1 საათი, მაგრამ კობახიძემ ამ 1 საათში ფაქტურად ორი რაღაც თქვა, რაც რამე ცუდი ხდება, ყველაფერი გახარიას ბრალია და გახარია და მიშა სააკაშვილი ერთად მოქმედებნენო. სულ ამაზე ილაპარაკა. ესე იგი, გახარია ყოფილა ყველაფერში დამნაშავე აბსოლუტურად, არ და გუში ნაქებდა და ადიდებდა. მოკლედ, ქართული ოცნება უკვე პარტია კი არა, ჩვეულებრივი მეტეოროლოგიური გაუგებრობა არის. თავისი ცვალებადი მიმართულების კომპლიმენტებით, ჩრდილოეთიდან შემომავალი გავლენებით და ოფშორებიდან შემომავალი თბილი ფულადი მასებით. აი რაღაცა ესეთი პარტია ჩამოყალიბდა. ირაკლი კობახიძემ ერთი ძალიან საინტერესო ფრაზა თქვა, გახარიას დროს გული გვისკდებოდაო ჩვენო. ნებისმიერ სპეცოპერაციაზე გული გვისკდებოდაო. 20 ივნისო მარტო რეები ჩაიდინაო საერთოდ. ესე 20 ივნისიც იმას დააბრალა, რეები ჩაიდინა. გომელაურის დროს კიდევ თმის ღერი არ ჩამოვარდნია არავისო. მართალია ირაკლი, მე კაცი ვიცი სპეცოპერაცია ისე ჩაუტარეს, რომ მანქანა ესკორტია ზემოდან $9,000,000 გაატანეს საჩუქრად. ძალიან გულუხი კაცია ეს გომელაური, კაი კაცია რა ეს. ეს გახარია კიდე პირსისხლიანი რეები აქვს ჩადენილი. მე ვფიქრობ 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ნაცების სისხლიან პლაკატებზე დაემატება გიორგი გახარია. არის იქ ერთი ადგილი, ერთი კაცის ადგილი მოიძებნება რამენაირად, შეიძლება ჩაეტიოს. ეხლა რო ვაკვირდები, ხო, ერთი ადგილი არის იქ ჩაჯდება, მაგრამ თუ ვერ ჩაეტია, ხო, გრიგოლ ვაშაძეს ამოაგდებენ და იქ ჩაჯდება, რა პრობლემა არის? რაღაცა უნდა იყოს გრიგოლ ვაშაძე ხა იმ პლაკატზე, ხო? ირაკლი კობახიძემ ამ გადაცემაში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ გახარია და სააკაშვილი ერთად მოქმედებდნენ მისი გადადგომის დროსო. ირაკლის ლოგიკით გამოდის, რომ გახარია, რომელიც მიშას პროექტია, ჩანერგილი იყო ბიძინა ივანიშვილთან, რომელიც თავის მხრივ 2012-მდე მიშას პროექტი იყო თვითონ ბიძინა. ესე იგი, მიშამ საკუთარ პროექტში ჩასცვა საკუთარი პროექტი. კარგით, ეგ გავიგეთ, მაგრამ ირაკლი, შენ ვისი პროექტი ხარ? ეგ მაინტერესებს, ან რა პროექტი ხარ საერთოდ, ან რა არქიტექტურა ხარ? აი ეს რომ დაგვიხასიათო, რა არქიტექტურა ხარ, ან თანამედროვე არქიტექტურა არის, ცოტა ისეთია, რენესანსია, რა არის, ვერ გავიგეთ, ხალხმა ვერ ხვდებით. კობახიძე გახარიას ლანძღავს, გახარია მიშას კაცი ყოფილაო, მიშა გახარიას ლანძღავს, გახარია ბიძინაზე ცუც არაფერს ამბავს, მოკლედ ქართული პოლიტიკა ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო ემსგავსება საქართველოს ბანკის ცენტრალური ოფისის შენობას. იქ ხო იცით როგორი შენობა არის ის? ისე მიშა და გახარია შეიძლება მართლა ერთად მოქმედებდნენ, დააკვირდით ფაქტებს. ანაკლია მიშამ დაიწყო და ამან გააჩერა გახარიამ. რატო გააჩერა? იმიტომ რომ მერე სააკაშვილმა გააგრძელოს, ხვდებით? მეტიც, იმას თუ აკვირდებით, გახარია რომ დასუსტდა, იქეთ სააკაშვილი გასუქდა. აი ასე ტანდემში მოქმედებენ, წონასაც ინაწილებენ, ხვდებით? იმას კიდე ის მესამე წინა გადაცემაში ხო თქვი, ეს სიმღერაშიც რო გქონდათ, მიშა გახარია. ეს მესამე ფაქტი. ფაქტები ემთხვევა ერთმანეთს, ესეთი დამთხოვები არ არსებობს, უბრალოდ არ მოდის ეს დამთხოვები. მიშა გახარია, მაგარიას ვითომ მაგარია რო იყო. გახარია შევიმყოფილ ხარ, ამდენი ხანი გვატყუებდი, ამდენი ხანი თვალში ნაცარს გვაყრიდდი. ყველაფერსო თავი დავანებო, თემურ თათარაშვილის თავგზის აბნევას არ გაპატიებს ხალხი. თემურ თათარაშვილს რა აუბნიე თავგზა. ის საწყალკაც რა ოქროს სიტყვები აქვს, თქო.
კობახიძე რამდენიმე დღის წინ გახარია Google-საც კი შეადარა, Google-ივით არისო არწივის ბუდეში ცდილობსო რომ კვერცხები დადოსო. იცი რას გეტყვი ირაკლი? Google-ი ზოგადად არის ისეთი ფრინველი, რომელიც ხვის ბუდეში დებს კვერცხებს და დადებს ყოველთვის. რატომ? იმიტომ რომ Google-ია და კვერცხებიანია. გესმის? მოკლედ ირაკლი კობახიძემ თუ ასე განავრცო საკუთარი ვერსია გახარია სააკაშვილის ტანდემზე, ჩემი ვერსიით, მალე აღმოჩნდება რომ გახარია არის სააკაშვილის უკანონო ძმა, რომელიც აღმოაჩინა 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ბიძინა ანდერძით მთელ ქვეყანას დაუტოვებს მებაღეს და ბოლოს ოხანაშვილი შემოვა და იტყვის რომ მე დედა თქვენი ვარო. ერთი სიტყვით ქოცური ლათინო-ამერიკული სერიალის ვერსიასაც განიხილავენ ეს კონცეფტი თვითონ ეს ვერსიაც რომ მე როცა გაუჭირდებათ ბევრი სცენარი არსებობს. გავაგრძელოთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია საქმიანი ვიზიტით გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში და იქ ხვდება მაღალი რანგის პოლიტიკურ ფიგურებს ყოველდღე აჩვენებენ როგორ დაშრიალებს ვაშინგტონის ქუჩებში ჩვენი ალენ დელონი. მე მეშინია ჰოლივუდის ბულვარში არ მოუნდეს გასეინება თორე ვიღა გამოუშვებს ჰოლივუდიდან ასეთ ალენ დელონივით კაცს რო ჩაიგდებენ ხელში შეიძლება რომელიმე კინოსტუდიამ შეითრიოს და წაგვართოს ქართველებს საქართველოს გადარჩენის უკანასკნელი შანსი. გდებით ხო როგორია თვითონ ქუჩებში რო დადის როგორი ისეთია შარმიანია და ასე შემდეგ. იქეთ ჯო ბაიდენმა მელიას უკითხავად წავიდა და ჟენევაში შეხვდა ვლადიმერ პუტინს. 3 საათიან შეხვედრაზე ბევრი საკითხი განიხილეს, მათ შორის უკრაინის საკითხი, მაგრამ ერთი სიტყვაც არ ვთქვამთ საქართველოზე. ნიკა, ეს რა არის გეკითხები? მელიას მიმართავ მეგობრებო, ამერიკაში ამისთვის ჩახვედი, დაურეკე ერთი ბაიდენს, დაუღრიალე ერთი ლომივით, როგორც ჩენიცი ხოლმე და დაუბრიალე ის არწივით თვალები რო გაქვს. ვის უკეთებენ ეგენი იგნორს? თქვენ ვაშინგტონელი გიჟუა, გაგიგონიათ თქო უთხარი. ხო არ გინათ ერთი მოგინგრიოთ ეგ თეთრი სახლით ხო? უთხარი. ხო ვიცნობ ეხლა მელიას და ისმენს ეხლა და თან ისინს და თან სიამოვნებს. აი ეს ხო ვიცი. აი ეს ყოველად უაზრო ხუმრობა, აი თან სიამოვნებს. საქართველოს სახელი რომ აღარ ფიგურირებს მაღალი ტონის შეხვედრებზე ეს საკითხი ძალიან უნდა ანერვულებდა საქართველოს მთავრობას. მოდით მოусმინოთ რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით საქართველოს პირველი პირი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. გთხოვთ გაუშვათ ვიდეო. ეს წესრიგში არის უკრაინის საკითხი, ვითარება ბელარუსში, ასევე თუმცა არ არის საქართველოს საკითხი ერთ-ერთი მთავარ ან პრიორიტეტულ საკითხებში. რატომ როგორ ფიქრობთ? ბაიდენო პრემიერი. ძალიან სწორად უპასუხა. აბა რა უნდა ეთქვა? რა ნაბიჯები უნდა გადადგას მთავრობამ რომ ქვეყნის საერთაშორისო ასპარიდან გაქრობა გამოასწოროსო? რა უნდა ეთქვა? აი ბერას რომ ვინმე შეურაცხყოფა მიეყნოს, კი იცის როგორ გამოასწორებდა მაგ ამბავს და ეხლა როგორ უნდა გამოასწოროს? რა ბაიდენს ანზორა ჩუბინიძეს ხო არ გაუგზავნის არა? ხო და რაღაცა ცოტა ლოგიკური შეკითხვების დასვით ხოლმე რა ჟურნალისტებმა რა რაღაცა უაზრო რაღაცა ის მოტანილი საიდანაც შეკითხვებს მოუსვამთ ამ მოჭიბულ ნიჭიერ ადამიანს. ისე მაინც რა ბრძენი კაცია ირაკლი ღარიბაშვილია რა მიხვდა რომ აი ამ კითხვაზე რომ ეთქვა რომ ამისთვის დიდი მადლობა ბატონ ბიზინასო არ გამოდიოდა თლად კარგი მადლობა. ხო და მოკლედ მოუჭრა მადლობა დახვალისო წავიდა. არა და აი ამ კითხვაზე ყველაზე სწორი ეგ პასუხი იქნებოდა. საქართველოს საკითხი რომ არ არის პრიორიტეტულ საკითხებში და საერთოდ არის გამქრალი, ამისთვის დიდი მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ეს იქნებოდა ყველაზე ლოგიკური მადლობა, რაც გადაუხდია ირაკლი ღარიბაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის. მე ასე მგონია. მინდა დაგაწყნაროთ მეგობრებო, საქართველოს სახელი საერთაშორისო ასპარეზზე არ გამქრალა. ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციამ გამოაქვეყნა კვლევები მსოფლიოში ყველაზე ცუდი განათლების სისტემის მქონე ქვეყნებს შორის საქართველო მე-5 ადგილზეა. სხვათა შორის ეს ინფორმაცია 2 კვირის წინ გამოქვეყნდა, უბრალოდ განათლების სამინისტროში თარგმნიდნენ და 2 კვირა დასჭირდათ ინგლისური ენა თქვენ მარტივი ენა ხო არ გონიათ? საერთოდ არ გავს ქართულს და ეხლა
ნამდვილად არ არის ეს თემა სასაცილო მეგობრებო. იმავე კვლევის მიხედვით განათლების სისტემის საუკეთესო ქვეყნების სია ასე გამოიყურება: კანადა, იაპონია, კორეა, ისრაელი, დიდი ბრიტანეთი, ამერიკა. განათლების სისტემის ყველაზე ცუდი სისტემის მქონე ქვეყნების სია არის ესეთი: მიანმარი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, დომინიკის რესპუბლიკა, ეკვატორული გვინეა და საქართველო. ხალხო, ის კარგი ქვეყნები რომ ჩამოვთვალე, იქ იმიტომ კი არ არის განათლების სისტემა კარგი, რომ მაგარი ქვეყნებია, არა. განათლების სისტემა რომ არის კარგი, იმიტომ არიან მაგარი ქვეყნები, მიხვდით? მაგრამ რას მიხვდებით? ამას რომ მიხვდეთ, წინგი უნდა წაიკითხოთ. წინგი. მიხვდით? წინგი უნდა დაждდეთ და წინგები უნდა იკითხოთ. ვიცი წიგნი უნდა მეთქვა, მაგრამ განათლების სისტემა ისეთ დღეში გვაქვს, წინგი უფრო უხდება დღევანდელ ჩვენს ქვეყანას. რასაც გვასწავლიან, ისევ ლაპარაკობთ, რა ვქნათ. არა, აშკარად ცვლილებები რომ არის ქვეყანაში საჭირო, ეს ფაქტია, მაგრამ როგორ უნდა მოხდეს ცვლილებები, არ ვიცი, რა თქმა უნდა, არჩევნებით. და როგორ უნდა შეიცვალოს არჩევნები, თუ არჩევნებს ქართული ოცნება ატარებს, აბა დავფიქრდეთ. მაგალითად, ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა კვლევა, მათ შეისწავლეს ერთი კონკრეტული შემთხვევა და 2020 წლის არჩევნებში 3671 ამომრჩევლიდან 12% იყო გარდაცვლილი. მოკლედ, იმდენმა გარდაცვლილმა მისახმა ოცნებას, რომ 1/64 მაჟორიტარიც უნდა ყავდეთ, რომელიც 64-ში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდება და უკეთეს პირობებს დააფიქრდება. იქაც ყავთ მაჟორიტარი. რაც უფრო ახლოვდება ადგილობრივი არჩევნები, მით უფრო იმატებს ოცნების წევრების მხრიდან კახი კალაძის ქება დიდება. ერთ-ერთი გამორჩეული ეს კომპლიმენტი ირაკლი ღარიბაშვილმა შემოგთავაზე, მართალია ძალიან არ უყვართ ერთმანეთი, მაგრამ ეხლა სჭირდება საქმეს. რომ კახი კალაძემ ბოლო 4 წლის განმავლობაში ნამდვილად შემოიტანა ევროპული ხელწერა თბილისშიო. მართალია ირაკლი, მე ვფიქრობ, რომ კალაძემ საერთოდ თავიდან ააშენა თბილისი. ამიტომ ახალი ლეგენდაც მოსაფიქრებელია. როგორ დაარსდა თბილისი კახის ხელში. იწყება ასე, მოდი ესეთი ლეგენდა მოვიფიქროთ, ხო? რაღაცა ესეთი. კახი კალაძე ამალასთან ერთად ვაკეში გამოვიდა ყავის დასალევად და უცებ დაინახა, როგორ გარბოდა სოფლელი. მიხვდით? რომელსაც კახიმ ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ნაგვის урნა დაადევნა. აი თან ლეგენდა და თან არტიც რაღაცა ხო ხდება, აი ესეთი ამბავია და საერთოდ რა, მოდით ყველამ ჩვენ სელფის კამერებში ჩავიხედოთ და იქ ვნახოთ ვის რა ხელწერა აქვს შემოტანილი ჩვენ თბილისის განვითარებაში. აი ესა ჩემი კომენტარი, ვერაფერს ვერ გეტყვით სხვას ბატონ კახი კალაძეს. კახი კალაძემ განაცხადა, რომ მე მიღწეული დაკმაყოფილებას არ ვაპირებ და გაორმაგებული ენერგიით გავაგზავნებ მუშაობას. რას ამბობ კახი? მიღწეულით როგორ უნდა დაკმაყოფილდეს? 60 მილიონს მარტო ავტობუსების შემოყვანისას მიაღწიე. 2 მილიონი ჯოხი ნაძვისხერო შემოიტანე, მარტო მაშინ 2 მილიონს მაშინ მიაღწიე. ამდენი სამშენებლო კომპანიებით რამდენს მიაღწიე? კახი რო შევხედოთ. პროკურატურა შემოვიდეს მერიაში, მიღწევები მერე ნახე რამდენი გექნება, მაგრამ რას ვიზავ? თვითონ ბიზნესს არ უნდა რომ ეს გააკეთოს, იმიტომ რომ უნდა რომ ისეთი თავმდაბალი და საყვარელი დარჩე ხალხის თვალში. ზრუნავ შენზე, დაუფასე მაკაცა მაგი, დაუფასე. კახი ასე ჯობია. ოცნების პარალელურად ოპოზიციას ემზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის და როგორც ყველა არჩევნების წინ ახლაც ერთ მუშტად არიან შეკრულები. რაღაცი ერთ მუშტად არ არის ოპოზიცია შეკრული? რამე გამოვტოვე? მოდით ნახოთ რა განცხადება გააკეთა სტრატეგია აღმაშენების ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, მიხეილ სააკაშვილს. მისი გასწორება არ იქნება. გავაცდინე დრო, როცა მეგონა შევცვლიდი. ესე იგი, კაცმა იწვალა დრო დახარჯა, ფექსზე დაგაყენა სააკაშვილო და შენ რა გააკეთე? ვერ გაუმართლე იმედები გიორგის და შეიძლება მშობლის ამაგი უფრო გადაიხადო მიშა, მაგრამ გიორგის ამაგის გადახდა გაგიჭირდება. ნერვები მეშლება მე, რომ ახსენდება გიორგი, რამ ხელაში რომ გაქვს ჩადებული, მახსოვს პოროშენკოსაც ხო შეგააცანი მიშა. მაგრამ ვინ გიფასებს? არავინ. რაც შენ საქართველოში მიშას ქალაქები ააშენები და დაგიფასა ვინმე? მახსოვს მიშა კატეგორიულად წინააღმდეგი რო იყო და რომ ეჩიჩინებოდი მიშა, ავაშენოთ ბათუმი, ავაშენოთ მესტია, ავაშენოთ სიღდაღი, რაბათი და აი ძლივს შეაგდებინე. კიდევ კარგი ეგ აშენებული ქალაქები მაინც შეგვცა შენი წყალობით გიორგი. ეს რა დაიბადე, რა კარგი ბიჭი. ღმერთმა გაგამარჯვებინოს ცხოვრებაში. მოკლედ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება ასეთია.
ოცნება დარწმუნებულია გამარჯვებაში, ოპოზიცია ერთმანეთს ებრძვის, ხოლო გიორგი გახარია თავისთვის წყნარად რეგიონებში უკვე ოფისებს ხსნის. რასაც დავაკვირდი, ჯერჯერობით თავისუფლად ხსნის ამ ოფისებს. სუსი არ უთვალთვალებს, პროვოკაციებს არ უწყობენ, ოფისებს ქვებით არ უმსხვრევენ და არ უწვავენ ოფისებს კიდე. ანუ ეს იმას მაფიქრებინებს, რომ გახარია აშკარად მიშას პროექტია. აბა როდესმე გაგიგიათ, როდესმე სადმე ნაცმოძრაობის ოფისი დაერბიოთ, ან დაეწვათ, მე ეგეთი არაფერი მსმენია. აი, პატრიოტ ალიანსის ოფისს რეებს უშვებოდნენ, დაიხსენეთ, ქვებითაც დაარბიეს, გადაწვეს კიდეც, რა ვიცი, 1000 რაღაცა უკნეს. აბა იფიქრეთ, ხალხო, იფიქრეთ, ვისი პროექტია ეს, გახარია, ვისი? ვა, ეს ხალხი გადამნეს, პირდაპირ კი ნუ ფიქრობთ. რაც ვილაპარაკე, შეატრიალეთ და ისე იფიქრეთ თქო. აჰა, ისე პირდაპირ ყველას ფიქრობენ. დაძაბეთ გონება, დაძაბეთ ცოტა. აჰა, ისე ვერაფერს ვერ ვაგებინებ ამ ხალხს. აი, აბა სხვა რაღაცას გეტყვით, მაგრამ ვაქცინირებულები Bluetooth იჭერენო. აჰა, ეს გაიგეს, ხედავთ. შეხედე, აღშფოთდნენ კიდეს, მაგრამ სადაც გონებაა დასაძაბი, იმას ვერ იგებენ, იმიტომ რომ წინგი უნდა წაიკითხოთ. წინგი, აი ეგ არის ამბავი, აქტორე. სხვა კი არაფერი, წინგები იკითხეთ, ეგ არის. დიდი მადლობა ჩვენ შოუს მოსკას აპონენტებს, მე